ტკბილეული აფუჭებს თუ არა კბილებს? აი მაგალითად ავიღოთ ვაშლი თუ შოკოლადი, რომელი უფრო მავნია? კაფელი რო დგას ეს პირში. ამერიკული ტრენდი უკვე ცოტა აქტუალობას კარგავს. ზოგიერთი მაგალითად 10 წელიწადში ერთხელ მიმართავს სტომატოლოგს. ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჩვენი კბილების ჯანმრთელობაში აქვს ჩვენს ნერვს. აი წყალი და ირიგატორი არის ჩემი უახლოეს მეგობრები. ძალიან ბევრი კბილის მირთმევა შემიძლია და მიწევს და ენერგიის წყაროა ჩემთვის, მაგრამ მე ვთქვი რომ კარიესი არ მაქვს, რატო არ მაქვს? აზე გავაკეთო აქცენტი 200 სახეობის პირისავლები, 32 სახეობის რაღაცა მიკროჯაგრისის. ალბათონი მანელა არ დაიბნება. ზუსტად აქვს ჩვენგან ექიმებისგან მიცემული რეკომენდაცია რა უნდა შეარჩიოს. კარგი, ჩამივარდა კოორდინაციაში. უნდა მქონდეს ნაოჭი, უნდა მქონდეს თუნდაც ის კბილის არ უნდა იყოს ისეთი, ხო, როიალის კავიშებით გაპრიალებული. იმიტომ რომ როლები სხვადასხვა. ყველას გვეგონა რაღაც პერიოდის და ბევრი წლების წინ რომ კბილის გამოწმენდა ვიცი. მე ფაქტია 13 სადინო ვარ. ადრე იყო ესეთი მიმდინარეობა საღაჭ კბილებს იღებდნენ რომ ყრიმალი უფრო კარგად გამოკვეთილი. არანაირი აზრი არ აქვს შუბლზე ზრუნვას და ნაოჭებზე ზრუნვას თუ პირის ღრუ არ არის მოწესრიგებული. ფინალამდე მივედით ისე როგორც მე მინდოდა და ოცნებობდი რომ ის დამებრუნებინა ის რაღაცა ღიმილი რომელიც მქონდა. და ბავშვები ქუჩაში კი მეძახიან კრუელა.